ახალი წელი შესაძლოა ჩვენი ცხოველებისთვის საკმაოდ სტრესული და საფრთხის მომტანი იყოს. ხმაური, უცხო ადამიანები, სტუმრები და მათთვის ყველაზე მიმზიდველი და სახიფათო საახალწლო სადღესასწაულო სუფრა. საიდანაც მათთვის საზიანო საკვებით უმასპინძლდებიან სტუმრებიც და პატრონებიც. სწორედ ამიტომ ახალი წლის დღეებში ხშირდება ოთხფეხა მეგობრების მოწამვლის ფაქტები, რასაც თან ახლავს სერიოზული გართულებები და შესაძლოა ლეტალურადაც კი დამთავრდეს. ინტოქსიკაციის ნიშნებია ლეთარგია, ჭამაზე უარის თქმა, აპათია, ძლიერი სისუსტე, კბილების ღრჭიალი, გონების დაკარგვა, სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, უნებლიე შარდვა, ძალიან ძლიერი წყურვილი, უხვი ნერწყვდენა, ღებინება, დიარეა, კუნთების კრუნჩხვები და თავის კანკალი. ექიმი ვეტერინარი გიორგი ხმალაძე გვიყვება, რომ ინტოქსიკაციის ჩივილებით ვეტერინარულ კლინიკებს ხშირად მიმართავენ ახალი წლის წინა დღეებში. განსაკუთრებით ხშირია ძაღლებისა და კატების მოწამვლის შემთხვევები 1 იანვარს და გრძელდება 14 იანვრამდე. პატრონების სტუმრენობის პერიოდში ალბათ ვერ აქცევენ ყურადღებას შესაბამის, რაც იწვევს ცხოველების ესე ვთქვათ ჩატყბარუნებას პირის, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყველაზე ხშირი არის ეს ჩვენი ტრადიციული სუფრიდან წამოსული საკვები, საცივი, ბაჟე, ნიგვზიანი პატრიჯანი, შემწვარი ღორის ხორცი, შემწვარი გოჭის ხორცი, გოზინაყი, ჩურჩხელა. რაც შეეხება ნიგვზიანებით მოწამვლას, საკმაოდ რთული, ესე ვთქვათ, გართულებები ახასიათებს. ზეთის ხიდის დიდი რაოდენობით შეჭამას საკმაოდ გართულებამდე მიგვიყვანა ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ჩურჩხელას, ხურძენს აქვს სპეციფიკური ტოქსინი, რომელიც იწვევს როგორც თირკმელების, ასევე ღვიძლის უკმარისობას და საბოლოო ჯამში დაგვენებულ მკურნალობამ შეიძლება ლეტალურ შედეგებამდეც მიგვიყვანოს. ღორის ხორცს ახასიათებს და გოჭის ხორცს უფრო ყველაზე ძლიერი ინტოქსიკაცია და აუცილებელია რომ მაქსიმალურად მოვარიდოთ როგორც ძვლების ჭამისაგან, ასევე თუნდაც ტყავის მიცემისაგან, ან თუნდაც ხორცის მიცემისაგან, იმიტომ რომ შემწვარი და თერმულად დამუშავებული, რომელიც გამოყოფს არანორმალური რაოდენობით ცხიმს, ორმაგად აზიანებს ღვიძლატლავის ტრაქტს. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ არც შოკოლადი, იმიტომ რომ შოკოლადს მომენტალური გართულებები ახასიათებს. გოზინაყს კიდე პლუს ამას დამატებული აქვს თაფლი, რამაც კიდე უარეს შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. საახალწლო სუფრით გამოწვეული ინტოქსიკაციით ზიანდებიან ქუჩის ცხოველებიც. ცხოველთა მოყვარულები გვიყვებიან, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან მიკედლებულ ძაღლებს და კატებს ხშირად უმასპინძლდებიან საახალწლო სუფრის ნარჩენებით, ძვლებით, შემწვარი ღორის ხორცის ტყავით ან დაძველებული სალათებით, რაც მათ მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს. დაძველებული საკვების ქუჩაში დაყრა, იგივე თუნდაც ეს იქნება ოლივიე, ქათმის სალათი ან ნებისმიერი ის, რაც მაიონეზით კეთდება, მაიონეზის დაახლოებით 72 საათში უკვე ესე უხეშად რო ვთქვათ ვადაგაზდის, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. მათ მიმკედლებლების გარდა არავინ არ ყავთ და მიმკედლებლებმა შეიძლება ვერ მოახერხონ მათი სისტემატურად გაკონტროლება. ჩვენ რო გონია რომ კარგს უკეთებთ და დაძველებულ საჭმელს ვაჭმევთ, არა პირიქით ჩვენ მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას ვუმცირებთ და უქმნით იმის რისკს, რომ მეორე ახლწლამდე საერთოდ ვერ მიატანონ. უნდა დავიცვათ ჩვენი მიკედლებული ცხოველები იმისაგან, რომ არ დადგეს მათთვის საბოლოო შედეგი. როგორ დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების საახალწლო ინტოქსიკაციისგან? ექიმები და სპეციალისტები გვირჩევენ. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სადღესასწაულო სუფრა მათთვის მიუწვდომელი იყოს. არ გავუმასპინძლდეთ არც ერთი იმ საკვებით, რომლითაც საახალწლო სუფრა გვაქვს გაწყობილი და თუ გსურს, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გავანებივროთ, სპეციალურად ძაღლებისა და კატებისთვის შექმნილი სასუსნავებით, ეგრეთ წოდებული თრითებით გავუმასპინძლდეთ, რომლებიც ვეტერინარულ მაღაზიებში იყიდება და არ მოაქვს ზიანი ჩვენი საყვარელი ცხოველებისთვის. ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. ჩვენ თათების იმედი ვართ.